მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ბავშვებისთვის საახალწლო წარმოდგენა დღეს ღიაცის ქვეშ კოჯრის ტყეში გამართა. მსახიობებმა ქართული ზღაპრების გმირები ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის გააცოცხლეს. ცოტა ხნის წინ კოჯრისა და შვეიცარიის ქალაქ დაოსის ტყეები დამეგობრდნენ და დღევანდელი ღონისძიებაც ამის აღსანიშნად ჩატარდა. დღევანდელი დღის ორგანიზატორი კი მედი ჯგუფ საქართველო იყო. მოვიწვიეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები, რომლებიც ძალიან ორიგინალური ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ტყეში შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ქართული დისნეილენდი, რომ ეს ღონისძიება არ იყოს ერთჯერადი, გარკვეული პროგრამები ხორციელდებოდეს, ტყეში ბინადრობდნენ ქართული ზღაპრის გმირები, ნაცარქექია, დევი, ასე შემდეგ და სისტემატიურად ჩვენ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება მოვიდნენ ჯანსაღ გარემოში. ვარ ბედნიერი იმით, რომ ბავშვი არის გახარებული, ბავშვს ვახარებ და მე ვასახიერებ ახლა დევის პერსონაჟს. არსებობს მოსაზრებები, არსებობს იდეები და არსებობს ძალიან მაგარი სამომავლო გეგმები. მე ვიქნები დევი სულ ამ ტყის. ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, ძალიან კარგი მსახიობები. დევიც ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი საჩქარი მოგცეს და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ, მარტო მე არა, ყველა ბავშვები.